საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დაანონსა, რომ 26 მაისი ჩვენ უნდა ჩავიბაროთო. რას ნიშნავს ეს, როგორ გაიგეთ და სახელმწიფოს რა პოზიცია ექნება 26 მაისს? მსგავსი მოღალატეობრივი ალბათ და მსგავსი ტიპის განცხადებები ბევრი წინა პრეზიდენტებისგან თუ სხვა ოპოზიციური წარმომადგენლებისგან არ ყოფილა და მიუხედავად მისი აი ამ არა ეროვნული და არა სახელმწიფოებრიობაზე ფიქრის საფუძვლად გაკეთებული განცხადება, რაც პირველ რიგში ემსახურება არეულობის ცდელობას და კიდევ ერთი დაპირისპირების ცდელობას, მინდა გავუცრუო იმედები და ვუთხრა, რომ ყველაფერს იზავს ქართული ოცნება იმისათვის, რომ ჩვენ რაც დავპირდით და ამ ჩვენ წინ საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება საზოგადოების გაერთიანება, შესაბამისად მსგავსი ტიპის ცდელობებს განხორციელებას არ დაუშვებთ. მადლობა რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა.